გამარჯობათ, ჩემო ძვირფასო გამოწერებო. ეს არის ვიდეო თქვენთვის, რას გრძნობს თქვენს მიერ ჩაფიქრებული ადამიანი. მას ასე წარმოიდგინეთ თქვენი ადამიანი, თქვით მისი სახელი გულში და დავიწყოთ, ვინ არის თქვენი ადამიანი, მისი სიგნიფიკატორი კარტი. ადამიანი შესაძლებელია ამ მომენტში იყოს თქვენგან შორს, ვისთანაც ძვირფასებო ფიზიკურად არ არის შორს, თუმცა უმრავლესობა თქვენგანთან ადამიანი არის ფიზიკურადაც თქვენგან შორს და მენტალურადაც. ვისთანაც ფიზიკურად არ არის შორს, მაშინ მენტალურად არის შორს, რაღაც ადამიანს აღებული აქვს შეიძლება დრო იმისათვის, რათა დაფიქრდეს, ან უმრავლესობა თქვენგანთან აქ არის წასვლა, თქვენ წახვედით, ან ის ან ორივემ გადაწყვეტეთ, რომ ეს ურთიერთობა ასე ვთქვათ, დროებით ან სამუდამოდ, უფრო დროებით აღარ საჭიროებს რაღაც განვრცობას და გაგრძელებას. ცივ ენერგიებშია ადამიანი არის ნერვებზე, არ არის განწყობაზე, მას შესაძლებელია გრიპიც ჰქონდეს ან რაიმე ვირუსი, რაღაც თავს აგზნობს კარგად ერთი სიტყვით ეს ადამიანი. ისე მისი აღწერილობა არის ის, რომ ადამიანი მუდმივად სწავლობს, მუდმივად ვითარდება, არის ნაკითხი, აქვს მაღალი ინტელექტი, შეუძლია ლამაზად საუბარი, არის პირდაპირი ამავე დროს და სხარტი და კარგი გონება აქვს. თუ თქვენი ადამიანი ამოიცანით ძვირფასებო, განაგრძეთ ნახვა. თუ სრულიად სხვა პიროვნებაა თქვენს მიერ ჩაფიქრებული ადამიანი, მაშინ რასაკვირველია ეს ვიდეო არ არის თქვენზე და გადადით თქვენთვის სასიამოვნო სხვა საქმიანობებზე. ნახოთ ეს ადამიანი, გავიფიქრე, რომ რას განიცდის ასე მეთქი, მაგრამ შეიძლება თქვენ ეს არ გაინტერესებდეთ, ამიტომ არ დავსვამ ამ კითხვას, დავსვამ რაიმე ისეთ კითხვებს, რაც თქვენ გიკავშირდებათ. ნახოთ კონკრეტულად თქვენს შესახებ რას ფიქრობს ამ მომენტში. ფიქრობს, რომ თქვენ ხართ ძალიან ქარიზმატული, მიმზიდველი, თქვენ გაქვთ რაღაც მაგიური უნარები, მეტაფორულად რასაკვირველია, გადატანითი მნიშვნელობით, ესე იგი, თქვენ რასაც მიზნად დაისახავთ, ყველაფერს აღწევთ. შეუძლებელი თქვენთვის არაფერია, ხართ ძალიან მიზანსწრაფული, თქვენ უკვე მიაღწიეთ, გაქვთ რაღაც დამსახურებები ცხოვრებაში, გაქვთ შეიძლება ითქვას მაღალი თვითშეფასება, მისი აზრით. და საერთოდ რაღაც კვარცხლბეკიდან გადაყურებთ ხალხს. მისი აზრით, გაქვთ ცოტა არ იყოს მაღალი და დიდი წარმოდგენა თქვენს თავზე, თუმცა ხართ ლამაზი, მიმზიდველი და ტემპერამენტიანი. კარგით, ამის გარდა კიდევ რას ფიქრობს? ეჭვიანობს ძვირფასებო. ისეთი ხართ მის ფიქრებში, რომ შეუძლებელია, რომ მან არ ეჭვიანოს. ის ძალიან ეჭვიანობს, მას გონია, რომ თქვენ სხვას ანებივრებთ თქვენი ყურადღებით. კარგით, მოდი ვნახოთ გრძნობა. რას გრძნობს ის თქვენს მიმართ, რა გრძნობა აქვს მას თქვენს მიმართ. ის, ესე იგი, თქვენთან თავს გრძნობს ძალიან კარგად, როდესაც თქვენთან ერთად არის, ან იყო დაუშვათ წარსულში, არ ვიცი, სინქრონში იყავით ერთმანეთთან, ესე იგი, ძალიან კარგად ეწყობოდით და ეწყობით. ზოგადად, ახლანდელ დროს შეფიქრობს ის თქვენზე, წარსულში არ ფიქრობს. მისი აზრით, თქვენ ძალიან შეეფერებით მას, ძალიან კარგად უწყობთ ფეხს მის ენერგიას. რას გრძნობს, ჩვენ უფრო გრძნობა გვაინტერესებს. რატომღაც არ ამჟღავნებს გრძნობებს, ის ამბობს გრძნობის ნაცვლად იმას, რომ თქვენ ეკუთვნით მას, თქვენ ხართ მისი საკუთრება. ძვირფასებო, დიახ. ეს მისი აზრით
უმაღლესი ძალებისგან არის ასე გადაწყვეტილი, რომ თქვენ მას ეკუთვნით, თქვენ ხართ მისი საკუთრება და ფიქრობს ის, რომ ამ მომენტში არ არის საჭირო სიჩქარე, არ არის. ნახოთ მისი განწყობა თქვენს მიმართ ახლა ამ მომენტში. ის თulis რომ თქვენ ის ამ მომენტში არ გჭირდება, თქვენ რაღაც გზასად გახართ, სადაც ხართ ძალიან ბედნიერი, სადაც შესაძლებელია ძალიან ერთობით დააკეთებთ ფულს, მისი აზრით, რა თქმა უნდა, და ნანობთ და განიცდით, რას ნანობთ? ნანობთ, რომ აი ეს ყველაფერი არჩიეთ, ასე ვთქვათ, ცეცხლოვან და ტემპერამენტიან ადამიანს. მას თქვენ ძალიან სურხართ, ოღონდ არაფრის გაკეთებას არ აპირებს ამ ეტაპზე, ენატრებით უზომოდ ძვირფასებო, ნახეთ. ეს არის მონატრება. შესაძლებელია რომ უყვარხართ ძვირფასებო. ეს არის უმაღლესი არკანი, შეყვარებულები. ეს არის ჭეშმარიტი სიყვარულის არკანი, მეექვსე უმაღლესი არკანი. დაგუგლეთ, ეს სულ მოვიწყდება რომ არ გაჩვენოთ, იმიტომ რომ შემდეგ რატომღაც TikTok-ს აღარ მოსწონს ტაროს ვიზუალი, როგორც გამოეყურება არკანები. შესაძლებელია გადავფარო შემდეგ რაღაცით, რომ ეს ვიდეო დაიდოს TikTok-ზე. თუ უარი მითხრა TikTok-მა, მაშინ YouTube-ზე ავტვირთავ და ესე შეგეძლებათ, რომ ნახოთ. კარგით, ნახოთ, ეს ადამიანი რადგან თავში გამოჩნდა დასაწყისში, რომ ამ მომენტში შორს ემყოფება თქვენგან, როდის მოგიახლოვდებათ და მოგიახლოვდებათ საერთოდ? ისევ ემოციები და გრძნობები ძვირფასებო, მას ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, სითბო აქვს თქვენს მიმართ გულში და სიყვარული. მართალია არ გაგვემჟღავნა, მაგრამ კარტები მაინც ამჟღავნებენ მის დამოკიდებულებას თქვენს მიმართ. რაღაც პერიოდის შემდეგ ის დაბრუნდება, დიახ, ოღონდ მერე ისევ წავა. რატომ? იმიტომ რომ თვლის, რომ თქვენ მის მიმართ ხართ ძალიან ცივი, მიუხედავად იმისა, რომ გრძნობა გაქვთ თქვენ, მაინც რაღაც უხეშად, ასე ვთქვათ, ცოტა არ იყოს ექცევით და გულს ტკენთ მას. მე გიშურეთ სიყვარულს, ძვირფასებო, კმაყოფილებას, სიამოვნებას და